სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანები სხვადასხვანაირად ხედავენ სამყაროს. და სხვადასხვანაირი ინტენსივობით აღიქვავენ რაღაც მოვლენებს და ხო აი ეგენი მახსოვს, ოღონდ ასეთი გაცნობიერებებით არა ეხლა როგორც გეუბნები. აი რაღაცა ინსაიტები უფრო უსიტყვო ინსაიტებად რა და მაგის მე უკვე ბევრი წელია ვსწავლობ და ახლა როგორ გამიგრძელდეს ორი ყველაზე მეტად რაც მომწონს ენასთან მიმართებაში ერთი არის ბეროუზის თეორია, რომ ამბობს რომ ენა არის ვირუსი, რომელიც ადამიანს აიკიდა და ჩვენ გვგონია რომ ვამბობთ მნიშვნელოვანი რაღაცებს, მაგრამ ეს უბრალოდ ბოდვაა და ვირუსია. და ამბობდა რომ თუ ჩვენ გვინდა წავიდეთ კოსმოსში, ენა უნდა დავტოვოთ დედამიწას. საინტერესო თეორია, მაგრამ ხო და ბლანშო, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინა მორის ბლანშო, ის ამბობს საოცარ რაღაცას. ის ამბობს რაღაცას, რომ როცა მერთმა სამყარო შექმნა და ადამი შექმნა და რომ დაუძახა ადამიანს, რომ დაერქვა სახელები ყველა ცხოველისთვის, ყოველი ადამიანის მიერ დარქმეული სახელით ადამი კლავდა იმ ცხოველებსო. და რაც გულისხმობს იცი, რომ როცა სახელი ქვია რაღაცას, ჩვენ უკვე იმის არსზე ცდომა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს იმის სახელზე ცდომა და ჩვენ მოკლედ ენით მხოლოდ ენაში ვართ. ენის მიღმებს გარეთ არის ნამდვილი სამყარო და კოსმოსი, რომელსაც ჩვენ შეიძლება ვერ დავუდგეთ პირისპირ და კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Omeri.